მივიღეთ შეტყობინება, რომ ცეცხლის მოთხოვნა გადაწყვეტილების მიღების წინა პერიოდშია. ჩვენ ახლა უნდა შევიდეთ სისტემაში, რომ გადავამოწმოთ პროგრესი. თუ გავხსნით ცეცხლის განაცხადს, ვნახავთ, რომ შემდეგი ნაბიჯი გადადგმულია. მიღებულია უფრო მეტი ცეცხლის შეთავაზებები, ვიდრე აქამდე. ახლა უნდა გადავახარისხოთ ცეცხლის მოთხოვნა, რომ გავარკვიოთ, რომელი მათგანია საკმარისად საინტერესო შემდეგი შედარებისთვის. ახლა დავაჭიროთ ამ ღილაკს და ავარჩიოთ ცეცხლის შეთავაზებების შესადარებლად. შემდეგ ვაჭერთ შედარებას. თუ ქვემოთ ჩამოვწოთ ფანჯარას, დავინახავთ შედარების სქემას. ცეცხლის ღირებულების ყველა კომპონენტი წარმოდგენილია ცხრილში. დარწმუნდით, რომ იყენებთ ამ შესაძლებელ ფუნქციას, რადგან განსხვავებული გადახდის ტიპები, საპროცენტო განაკვეთი და ცეცხლის პირობები ქმნის გაცილებით განსხვავებული ცეცხლის შეთავაზებას. ცეცხლი დაბალი თვიური გადახდებით შეიძლება იყოს ყველაზე ძვირი ცეცხლი, მაგრამ დახმარების ფუნქციით თქვენ შეგიძლიათ ზუსტად განსაზღვროთ, რომელი ცეცხლის შეთავაზება არის საუკეთესო თქვენი საჭიროებებისთვის. ამ მაგალითში შეთავაზება ძირი თანხის პერიოდის ბოლოს გადახდით ყველაზე ძვირია, მაგრამ აქვს ყველაზე დაბალი თვიური გადასახადი. თუ გადაწყვეტთ, რომელი შეთავაზება გირჩევნიათ და აღარ გინდათ სხვა შეთავაზებების მიღება, შეგიძლიათ გადახვიდეთ გადაწყვეტილების მიღების წინა პროცესზე. ეს გულისხმობს იმას, რომ უჩნდებთ ყველა შეთავაზების რიცხვს, რომლებიც თქვენთვის მიმზიდველია და იწყებთ გადაწყვეტილების მიღების პროცესს. საბოლოო გადაწყვეტილების მიღების პერიოდში თქვენ დაინახავთ მხოლოდ იმ შეთავაზებებს, რომლებიც შეარჩიეთ. შემდეგ მონიშნეთ სასურველი შეთავაზებები და დააჭერეთ გადაწყვეტილების მიღებას. ამ ფანჯარაში თქვენ შეგიძლიათ დაახარისხოთ შეთავაზებები თქვენი უპირატესობების მიხედვით, პრიორიტეტული, ნაკლებად პრიორიტეტული და ასე შემდეგ. როგორც კი დააჭერთ შერჩევის გაგზავნას, საბოლოო გადაწყვეტილების პერიოდი დაიწყება. გამსესხებლებმა ვისი შეთავაზებებიც აირჩიეთ, საბოლოო გადაწყვეტილებისთვის უნდა დადონ გარანტია, რომ მათი შემოთავაზება აღარ შეიცვლება ცეცხლის კონტრაქტში. თქვენ შეგიძლიათ დაასრულოთ საბოლოო გადაწყვეტილების პერიოდი თავად, ან დაელოდოთ მის ავტომატურ დასრულებას. გირჩევთ, რომ გარკვეული დრო დაიტოვოთ საბოლოო გადაწყვეტილებამდე, რათა არ მიიღოთ ნაჩქარევი გადაწყვეტილება. როგორც აქამდე, ახლაც შეგიძლიათ შეარჩიოთ შეთავაზებები. გირჩევთ, რომ აირჩიოთ სამი საუკეთესო შეთავაზება, რადგან თუ გამსესხებელი გადაიფიქრებს კონტრაქტის გაფორმება საბოლოო ეტაპზე, მაგალითად, თუ ისინი უკვე უკმაყოფილოები არიან დოკუმენტებით, შემდეგ გექნებათ საშუალება, რომ გქონდეთ სხვა გამოსავალიც. საბოლოოდ გადაწყვეტილების მისაღებად ისევ შევარჩევთ ცეცხლებს, გადავაწყობთ პრიორიტეტების მიხედვით, გადაწყვეტილების მიღებას დავაჭერთ და დავეთანხმებთ გადაწყვეტილების მიღების დასრულებას. საბოლოო ნაბიჯი არის ცეცხლის კონტრაქტზე ხელმოწერა, ნოტარიუსთან და ქონების რეგისტრაცია. ჩვენი გუნდი ჩანიშნავს შეხვედრას თქვენთან და გამსესხებელთან ხელმოწერის მიზნით. ერთ-ერთი ჩვენი კრედიტ ოფიცერი დაგეხმარებათ შეხვედრის განმავლობაში. თუ გაქვთ დამატებითი კითხვები, იხვიდეთ დამხმარე ვიდეოები ან მოგწერეთ ლაივ ჩატში, რომელიც მდებარეობს საიტის მარჯვენა ქვედა კუთხეში.